ვის ეკუთვნის იშხნის ტაძარში აღმოჩენილი სამარხი ისტორიულ დაუკლარჯეთში ახალი სამარხის არსებობის შესახებ ხდება ცნობილი, რომელზეც წითელი საღებავით სამენოვანი წარწერაა დატანილი. ქართულ, ბერძნულ და სომხურ ენებზე შესრულებულ წარწერას თარიღიც ახლავს 1009 წელი. ისტორიკოსები წარწერის გაშიფრაზე უკვე მუშაობენ. იშხნის ტაძარში არსებული სამარხის ფოტომასალა ქართულ სპეციალისტებს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. იშხნის მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ახალი სამარხი გამოვლინდა, რომლის 4-ვე კედელზე წითელი საღებავით გამოსახულია ჯვრები და ვრცელი წარწერები. აღმოჩენის ყველაზე მთავარი თავისებურება და მნიშვნელობა ისაა, რომ წარწერა სამენოვანია. ქართულ, ბერძნულ და სომხურ ენაზეა შესრულებული. ქართულ ნაწილს ახლავს თარიღი 1009 წელი. იშხანში გადაღებული ფოტოები ისტორიკოს თემო ჯოჯუას კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის წევრებმა მიაწოდეს. ლუსკუმა არის შელესილი და შემდეგ ამ შელესილობაზე შესრულებულია წითელი ფერის, მეწამული ფერის საღებავით შესრულებულია ვრცელი წარწერა. სამენოვანი წარწერის დიდი ნაწილი დაზიანებული და დაკარგულია, თუმცა ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ იგი დიდი მნიშვნელობის უნდა იყოს და სავარაუდოდ ლუსკუმის შექმნის ამბავს მოგვითხრობდეს. სამენოვან წარწერებს შორის ყველაზე ვრცელი ქართული ასომთავრულით შესრულებული ტექსტია. წარწერების წაკითხვასა და ანალიზზე მკვლევართა ჯგუფი მუშაობს. ამ წარწერაში მოთხრობილია ამ ლუსკუმის შექმნის ამბავი და სავარაუდოდ ამავე წარწერაში იქნება მითითებული, ვისთვის იყო ეს ლუსკუმა შექმნილი და ვინ მონაწილეობდა ამ ლუსკუმის შექმნაში. სამენოვანი წარწერა აქამდე უცნობი იყო. საუკუნეების მანძილზე იშხნის ტაძარში აკლდამა სავარაუდოდ ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოების დროს გაიხსნა, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს. თავისი მნიშვნელობით ის შეიძლება საერთო კავკასიური მნიშვნელობის სამეცნიერო მოვლენას წარმოადგენდეს, რომელმაც უნდა მოგვითხროს ლოგიკურად იშხნის საეპისკოპოსო ტაძრის და სავარაუდოდ ზოგადად ტაუს პროვინციის ისტორიის ის ამბები, რომლის შესახებაც ჩვენ აქამდე მაინცა და მაინც ნათელი წარმოდგენა არ ქონდა. აკლდამის კედლებზე შესრულებული წარწერა ძალზედ იშვიათად გვხდება და ჩვენამდე სულ რამდენიმე მოაღწია. თურქეთის ტერიტორიაზე ისტორიული ტაუს პროვინციაში აღმოჩენილ სამენოვან წარწერას მეცნიერები ფოტოების მიხედვით სწავლობენ და უახლოეს მომავალში იშხანში ექსპედიციის ჩატარების იმედი აქვთ.